ტურისტებს ძალიან მოსწონთ უცხოელებს ეს გემო ამბობენ რომ ეს სახეობა ყველი მათთანაც იყიდება მაგრამ რაღაც ჩვენსას განსხვავებული და საოცარი გემო აქვს და როგორც ფერადი ყველი ასე მიცნობენ მე და შემდეგ აქ რო ფერადი ყველი აქვს ის ქალბატონი ხო არ არის დღეს ასე იკითხავენ ხოლმე იმიტომ რომ ვაწარმოებ მოცვის წვენში ტარხუნით მაქვს ჩირებით აგრეთვე როგორ არის გაკეთებული? ეს არის ნაკრები ამაში არის როგორ იცით როგორ მინდოდა მიმეცათ ევროპული ყველი და ქართული გემო დამეკავშირებინა ერთმანეთისთვის და გებჟალიის სუნელით შევკაზმე და დავაძველე მაგით რა ძალიან მოეწონა სხვათა შორის ძალიან მოსწონდა გაყიდვადია არის მწვანილებით აი ბალახეულით რო ძალიან ამას თავისი ტექნოლოგიას გადის შრობას და შემდეგ მინარევები მაგრამ ეს თავის დანადგარში კეთდება პასტელიზატორში პასტელიზებული რძისგან კეთდება მერე ძველდება სარდაფში ან სამაცივრე პირობებში რამდენი ხანი ჭირდება ამ სამი თვის მერე გაყიდვადია მაგრამ არის რომ ერთი წელიწად ნახევარი ვაძველებ და რაც უფრო მეტი თვე გადის მით უფრო ძვირი ხდება მაგალითად ეს არის კამემბერი აი ნახეთ თეთრიობით ეს არის თავისი ბაქტერიული კულტურები შეყავს პასტელიზაციის დროს და შემდეგ ვაძველებ და არის ძალიან გემრიელი. Შემიძლია დაგაგემოვნებიოთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ თუ რას ვაწარმოებ მე. მოკლედ ინოვაციებში. კი, სულ ახლის ძიებაში ვარ, სულ ახლის ფიქრში ვარ, აი რა გავამრავალფეროვნო და რა გავაკეთო და რა მოვიფიქრო ახალი.